აი მე გითხარით რომ მე პირველივე დღიდან სასტიკ უსამართლობად მივიჩნევდი ამას რომ ასისტენტ პროფესორს უნდა კონდეს ორჯერ მეტი ვალდებულება სწავლების ვიდრე სრულ პროფესორს და სამწუხაროდ მაინც ისეა რომ სიტყვა ეთქმით სრულ პროფესორებს და ამის შეცვლა როგორც წესი ძალაუფლებაში ვინც არის იმას არ უნდა ხოლმე სამწუხარო ეგ არის 10000 ლარს ვიღაცა თითო ფეოდალ პროფესორს დაუნიშნავენ და ანარჩენებს მერევად დაუქვემდებარებენ. ფაქტობრივად იმას უნდა გამოუთავისუფლდეს დრო საქმიანობისთვის, მაგრამ დანარჩენების შემთხვევაში არ. ან ამ მოწვეულ პროფესორსურა, რომელიც ჩვენთან კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა, მოწვეულ ეხლა მე ვარ აკადემიურ თანამდებობაზე რა საშინელი ის არის უთანასწორობა ჩვენთან აი მოწვეულ პროფესორების საშინელ მდგომარეობაში არიან მართლა მიზერულ ანაზღაურებას იღებენ, რომელიც არის აი სამართლო მე ძალიან ღრმა პრობლემებია, რომელიც არის უკვე ჩვენს სისტემაში და უბრალოდ თავარი რა არის რომ რასაც გვთავაზობენ აი ეს უფრო ზოგადად შეიძლება თქვა ამ კონცეფციაზე უცნაური ეს არის რომ რაღაცა პრობლემები რომ ჩამოწერეს ვითომ რომელზეც პასუხობენ არც ერთი აი თავს დავდებ არც ერთი მე რაც ვნახე არ არის პასუხი იმ პრობლემაზე. საერთოდ ვერანაირი მიზეზშედეგობრივი ჰიპოთეზას ვერ ააგებ, რომლითაც დაინახავ ადამიანი ის, რასაც გვთავაზობენ, როგორ გადაჭრის იმ პრობლემას, რასაც პრობლემა დასახელებენ. თორე პრობლემა რაც არის დასახელებული, რა თქმა უნდა, ბევრია და ბევრი მათგანი სწორია, მართლა არის პრობლემა და კიდე ერთი იმდენის და ორი იმდენის დამატება შეიძლება, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ.